როგორ ახართ გოგონებო, იმედია ყველანი ძალიან კარგად ხართ. შაბათ დილას გავითვალისწინე ერთი კოკოს თხოვნით თქვენ. ანუ გაშლის სახელწოდება იქნება თქვენ და ვნახავთ. სხვადასხვა მართლა დიდი ხანი არ გამიშლია და ეს ის ჩემი საყვარელი გაშლა იყო უდიდგანვე, რაც ტარო დავიწყე. ამას ქვია უფრო რუსული სახელწოდება აქვს ვაგზალ ნადვაიხ. როცა თანაბრად ვნახულობთ ფიქრებს, გრძნობებს და მოქმედებას, პერსპექტივას, რა თქმა უნდა. უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას თქვენი აქტიურობისთვის, ნდობისთვის. როგორც ყოველთვის მინდა იყოთ ყველა ბედნიერი და დარწმუნებული ვარ, ყველაფერი იქნება კარგად, თუ ახლა ვინმე ღელავს და ცოტა გამოვალ სიტუაციაში გონია თავი. ვნახოთ აბაჯერ რა ხდება თქვენ შორის დღეს. დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე და აქედან მერე გავაგრძელეთ ყურება. განწყობისთვის ჩემი უსაყვარლესი ესპრესო, ორმაგი ესპრესო. დავდოთ მოიდოვეთ თქვენს რა ხდება თქვენს შორის ახლა. ტაროს ცოტა გავწევ იქეთ, იმიტომ რომ ზოგჯერ YouTube ბლოკავს რაღაცა პატარა დეტალებიდან გამომდინარე და არ მინდა რომ ძალიან ისე კადრში ჩანდეს. მისი ფიქრი თქვენთან დაკავშირებით რა არის? მისი ფიქრი. თქვენი ფიქრი. ჩაერთეთ და იცოდეთ, რომ ზოგად გაშლებში სასწაულებს ახდენს თქვენი ინტუიცია. გრძნობა. თქვენი გრძნობა. მოქმედება მისი. როგორი უნდა იყოს, ამ შემთხვევაში მაინც ასე დავარქმევდი თქვენი მოქმედება და პერსპექტივა. პერსპექტივას დავდებ სამი კარტი, აიღო სამი კარტი. ანუ გამოჩნდება ის, მაგრამ აი იქ იქნება ჩემთან. რა ხდება თქვენ შორის? ხუთიანი ხმალი ხდება თქვენ შორის. თუ თქვენ შორის ეხლა არის დაკა-დაკა. ან იყო, მოკლედ არის წყენა, ჩხუბი, დაშორება ღალატი, ვიცი როგორი მომენტია ერთსა, იმედი გადაწურულია და რა თქმა უნდა ხასიათების შეჯახება. აქ ისინიც ჩაითვლებიან, ვინც შეიძლება დაშორებული არ არის, ან დროებით არის ეს ყველაფერი. როცა მოხდა რაღაცა ხასიათებიდან გამომდინარე თქვენზე რეზონირდება. და რისი თქმა მინდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს მოცემულობაში ხუთიანი ხმალი, რაც იმას იმეწყობს, რომ ყველაფერი გაფუჭებულია, არ ვიცი, რამდენად შეიძლება ერთმანეთს აპატიოთ, ან პირიქით იმან თქვენ, ან თქვენ მას. არის აქ მაინც დასტის ბოლოს, რასაც უყურებ, ის სურვილი ცეცხლი არ ჩამქრალა, ანუ ცეცხლი გიზგიზებს. მე მაინტერესებს ახლა ეს ცეცხლი რო გიზგიზებს, ტარო რას გვეუბნება? რომელი მხრიდან გიზგიზებს ეს? ჩვენ კი გვინდა რომ გავიგოთ რომ ისი მხრიდან, მაგრამ იქნება ეს თქვენი მხრიდან გიზგიზებს მარტო. ამიტომ უნდა ვიყოთ მზად და შემართებით, რომ დღეს გავიგოთ რა ხდება. ზოგად გაშლებში ჩვენ ყოველთვის ვიგებთ, რომ ზედმეტად დრო არ დავკარგოთ. დავიწყოთ ახლა ჩვენ თქვენი ფიქრით მაინც. რას ფიქრობთ თქვენ როგორი დუმალებაში ხართ? ძალიან ახლოს ხართ თქვენ ეზოთერიკასთან და ისედაც ყველაფერი იცით. თქვენ არჩევთ მდუმარებას ახლა თქვენ შეიძლება მედიტირებდეთ კიდეც და ეს იყოს თქვენთვის რთული, რთული პერიოდი და სადღაც გააქვთ ის ვიბრაციები, რომ მე მაინც მივალ ბოლომდე და ამ სირთულეს მე გადავიტან და რა თქმა უნდა გადაიტანთ. საერთოდ თქვენ აცნობიერებთ, რომ ეს პიროვნება არის ძალიან რთული. როგორც მე კონკრეტულად თქვენი ღრმა რწმენით, რასაც უყურებ, დამნაშავე არის ეს ადამიანი დღესაც ხდება. საერთოდ ორი ადამიანია, კი დამნაშავე, მაგრამ ერთი ხო ყველაზე მეტად გადამწყვეტ რაღაცებს აკეთებს.
უი, დავავერტყე. აი ეს მინიშნება, კი, აი რაღაცა გამოიწვია, ხმაური გამოიწვია, რაღაცნაირად მაინც მისგან არის ეს ყველაფერი განპირობებული. რა თქმა უნდა, თქვენ არ მიგიტოვებიათ მასზე ფიქრები. მაგრამ იმ ხელა რწმენა მოდის თქვენი დუმილიდან, თქვენი ხასიათიდან და თავდაჯერებულებიდან, რომ მე ჯერ არ მაქვს ნანახი, რა თქმა უნდა, გვერდით რა ხდება, მაგრამ ეს ადამიანი თქვენ დღემდე გრძნობთ, თქვენი რწმენა ზუსტად ის არის და შეგრძნება, რომ როცა შენ რაღაცნაირად შემოგივარდება ეს ადამიანი ფიქრებში, ნებისმიერი სახით გინდა იყოს ეს მონატრება, განაწყენება, ნებისმიერი ემოციით და ვიბრაციებით, ეს ამის გარჩევა იცი უკვე შენი ფიქრია ეს თუ იროვნება ფიქრობს ამას. ერთნაირი ვიბრაციები ნახე როგორ გავს ეს არკანები მაინც აი ერთმანეთს და ძალიან გადამწყვეტი 13 არკანი ქურუმი ძალიან გადამწყვეტი ფიქრებია სხვათა შორის. აი არ ვთქვი? ხო ვთქვი. შენ ზუსტად იცი, რომ ეს ადამიანი უშენოდ ემოციურ მათხოვარს გავს. როცა მას შენ ჭირდები, კი ახლა არ ვიცი რატო აკეთებს და რას აშავებს, მაგრამ ფაქტი ჯიუტია. შენ ეს ზუსტად იგრძენი და დაიჭირე. ეს ადამიანი შენზე ფიქრობს, თუმცა საერთოდ არ არის იმედებით განწყობილი. არ აქვს იმედი იმის, რომ აღდგება ურთიერთობა, როგორც ადრე, თან რაღაცა განსაკუთრებით როგორც ადრე. ამაზე აქვს აქცენტი. ეხლა თავისი მარტოობა აქვს ამას არჩეული თან იძულებით განა, იმიტომ რომ მე ესე ავირჩიე. ეს არის იძულებით მარტოობა და ერთი სიტყვით ფიქრებში ყავხარ შენ თუ სირთულეებს უმკლავდები და ეს არ არის მარტივი, მაგრამ ამასთან შედარებით ეს მაინც მარტივია. ყველა ვარიანტი თქვენი გრძნობა ვნახოთ. როგორი კატეგორიული ხართ, გრძნობა და ემოციები ახლა არის გაყინული და აქ იმას კი არ ვამბობ, რომ თქვენ გრძნობა არა გაქვთ, პირიქით. ნერვიულობა კი ფიქსირდება და ეს ადამიანი მაინც, აი, როგორ რაღაც იცი, როგორი მაგარი ქურუმი არ უნდა იყო, მაინც გაქვს სულ, აი, როგორც კი გამოეთიშებ და მოდუნდები ეგრევე შემოგიტევს ეს ტალღა ემოციების და აქ გაქვს გრძნობაში ასეთი რამ, რომ კარგია სიყვარული, კარგია გრძნობა, მაგრამ გააჩნია რა ხდება, ვინ არის და რა გამოვიდა აქედან, რა შეიძლება აქედან გამოვიდეს, ამიტომ თქვენ გრძნობიდან გადიხართ და ეს არის კონკრეტული გადაწყვეტილება. მაგრამ დარდი, შფოთი, მაინც შიგადაშიგ ბევრს უფიქსირდება ან აქტიურად კიდევ. ოხ, მერთო ჩემო. იმპერატრიცა, ქალი ძალა. შენ დავიწყებ არის შეუძლებელი. თან ისე მოუხაზე. და მართლა ეს ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა თუ მართლა ესე რეზონირდება, რასაც გეუბნები. რაც უფრო შორს ხარ, მით უფრო გულში ხარ. მე არ მინდა ეხლა ხმამაღალი სიტყვები ვთქვა აქ და არავის არ ჭირდება ეს ჩემგან, თავარია თქვენ გაიგოთ პარტნიორისგან ეს და იგრძნოთ სიყვარულია თუ რა არის, მაგრამ მე შემიძლია ვთქვა, რომ შენ ხარ გულში, შენ იყავი და შენ ხარ გულში. შენ ხარ ის ადამიანი, რომელიც მე ძალიან მხიბლავს, განსაკუთრებულია და ნუ თუ არჩევანია, ყველაზე მაგარი ხარ იმ არჩევანიდან და თუ არჩევანი არ არის, რა თქმა უნდა, თქვენ ვერავინ ვერ შეკიდრება და თქვენს გულში ადგილს ვერავინ ვერ დაიკავებს. როგორი უნდა იყოს თქვენი მოქმედება? თქვენი მოქმედება უნდა იყოს, აი თუ მაგალითად ვიგულისხმობთ ახლა ამ ადამიანთან დავუშვათ და ოი შანსი არ განიხილო, მაგას არ გეუბნება და გააჩნია რა მოხდება. თუ ეს იქნება ის გრანდიოზული დიდი სიახლე, დიდი ტუზი პენტაკლი, რომ შენ გახსნის და ეხლა რო ხარ ჩაკეტილი, შემოგატრიალებს და იქნები გახსნილი როგორც თასების დედოფალი, სუფთა კამკამა, ამ შემთხვევაში შენ რა თქმა უნდა მიცე შანსი. შენ ამას იგრძნობ, იმიტომ რომ შენ ყველაფერს გრძნობ.
ამიტომ ჩემო გოგონებო, თუ თქვენ ამ მდგომარეობას იგრძნობთ, შანსი მიეცით, მაგრამ სხვა დანარჩენ შემთხვევაში მაინც იგულისხმეთ, რომ თქვენ იმსახურებთ ყველაფერ კარგს და თქვენთვის აუცილებლად გაიხსნება ის გზა და ის დიდი პენტაკლი, ტუზი პენტაკლი, რაც ძალიან მაგიურია. კაი ვიბრაციები მოაქვს. თქვენ არაფერზე არ ინერვიულოთ, ყველაფერი მაინც იქნება თქვენი გულიდან და რწმენიდან გაუმდინარე. ნახოთ რა იქნება მისი მოქმედება. ძალიან მასში არის რა, რაღაცა თქვენი ფიქრები კი რაღაც მომენტში განსხვავებულია და აქეთ უფრო მეტი კაი რაღაცები გვაქვს, მაგრამ რეზონირებს მაინც თქვენთან, ცოტა პასიურად მაინც. და რატო? ტუზი პენტაკლი, სამიანი პენტაკლი, ეს ადამიანი იძებს გამოსავალს და შანსს. აი რა შემოგთავაზოს ისეთი მართლა მაგარი, რომ შენს გულამდე შემოვიდეს და შენ დათანხმდე და აღდგეს ის ყველაფერი, როგორც შენ გეკადრება. თუმცა ჯერ ამის დრო არ არის. ამაზე ძალიან ბევრს ფიქრობს. ეხლა რომ მოვიდეს ამ შესაძლებლობებით, უბრალოდ დრო არ არის ასეთი. გარკვეული პერიოდის მერე, როცა ეს ყველაფერი ტრანსფორმაციული არგანია, ყველა გაივლით იმ მტკივნეულ გზას და ტრანსფორმაცია მტკივნეულობიდან არის მხოლოდ და ისე ჰარალოს ეს არ ხდება, არაგერიოთ ეს. თუ ამ ყველაფერს არ გაივლით თქვენ მარტოობაში, სხვანაირად ვერც ეს დაფიქრდება, როგორი მყარი მტკიცე ურთიერთობა შემოგთავაზოს, რომ ეს იყოს შენთვის მართლა მაგარი და ტუზი პენტაკლი. ამიტომ ამაზე იფიქრებს, ამიტომ იმედები გადაწურული არ არის. მე ერთს გეტყვით, თუ ადამიანი არის თქვენი და მას ჭირდებით თქვენ, როგორი სიტუაციაც არ უნდა იყოს, თქვენ უბრალოდ მოდუნდით, თქვენ იყავით ორიენტირებული თქვენს გრძნობებზე, თქვენ რას ფიქრობთ, რას გრძნობთ, ეს არის ყველაზე მთავარი. აი ამ ენერგიებში დარჩით და თვითონ გადაწყვიტოს მან და აუცილებლად გადაწყვეტს ის ადამიანი, ვინც შენია. პერსპექტივა და განვითარება. მე ვხედავ აქ პერსპექტივას და განვითარებას, მაგრამ ცოტა ისეთი არკანებიან დამაფიქრებელი. მომიწევს დამატება. რა თქმა უნდა, პერსპექტივა და განვითარება იქნება. პირველი ვიტყოდი იმას, რომ მართლა ისეთ ლეველზე ხარ, რომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ მოგხიბლოს. უბრალოდ რატო ვხედავ ცოტა ნაჩქარეო, მაინც რაღაც აი ადამიანი რო ერითმეს ეს პაჟურა და ამ ცეცხლოვანი ენერგიებით გამორბის თქვენთან და თქვენ ასეთ სიტუაციაში, როგორც პენტაკლების დედოფალი და როგორ არკანებში ხარ თქვენ თვითონ დაინახეთ და თან კიდე კვერთხის დედოფალი, უბრალოდ შეტრიალდები. სულ ეს იყო? ანუ მიმეხვდით? ანუ რაღაცა ისეთი ნაბიჯია? ისეთ ცეცხლს ხედავ, მაგრამ სად შენ და სად მე? აქ ვისთანაც რეზონირდება ის, რომ მარტო თქვენ ხართ ამ ისტორიაში და მე მაინტერესებს მაინც იქ სადაც კონკრეტული არჩევანია და ვერ გავექცევით ამას. ამ შემთხვევაში როგორი პერსპექტივა იქნება? ანუ ნახე, პერსპექტივა რა თქმა უნდა იქნება, მაგრამ მე მაინც ეჭვი მაქვს, რომ ეს ვერ იგაძლევს ამისი ხუთიანი პენტაკლიდან გამომდინარე და გამოხდება პაჟურად. მაგრამ გულწრფელად, მაგრამ შენ არ გინდა. შენ ვერ გამოგიყვანს ემოციაზე და შენ სულ სხვა რაღაცა გინდა და ტრიალდები იქეთ, ხო? მაგრამ მაინც ფაქტი ჯიუტია და ჩვენი თვალები ხედავს ორ კონკრეტულ პიროვნებას, მაინც და ნახოთ ახლა ჩვენ ეს. თუ არჩევანია აქ და ზუსტად იცით, ამ შემთხვევაში როგორი პერსპექტივა შეიძლება იყოს კონკრეტულად თქვენთან. ამ შემთხვევაში 4-იანი ხმალი, ამ შემთხვევაში პერსპექტივაზე ზედმეტი ელაპარაკი, რადგანაც მან უნდა გააკეთოს ეს ყველაფერი, თუმცა ამას არ განიხილავს. მაგალითად, როგორც არის არჩევანი, ან თუნდაც ურთიერთობის განვითარება, კაი, ბევრი შეიძლება რჩებოდეს არჩევანში და ბევრისთვის ეს იყოს მისაღები, მაგრამ, არ აკეთებს ამისთვის არაფერს. უფრო თავის ინტერესებისკენ მიდის. აი ესეთი იყო ეს გაშლა ჩემო გოგონებო, მე იმედი მაქვს, რომ თქვენ დარჩებით კმაყოფილი. ეს გაშლა არის ის გაშლა, რომელიც
იყო იმისთვის, იმ ადამიანისთვის, ვისაც ეს ჭირდება, ვინც გრძნობს და აქ მე არაფერ შუაში არა ვარ. მე ყველას გელოდებით კომენტარებში და დროებით.